შემიძლია შოკოლადი ვჭამო? რა თქმა უნდა შეგიძლია. ტორტიც? კი, ტორტიც რაც გიყვარს, ყველაფერი შეგიძლია მიირთვა, მაგრამ ქალებს განსაკუთრებულად ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურია ეს, რომ ვიზუალურად გამხდარი ვიყო, მოცელი არ მქონდეს, ან თხელი ფეხი მქონდეს და ისიც უნდა გავითავისოთ, რომ წონის კლება ერთი ადგილიდან კონკრეტულად მუცლიდან მოშოება, ან ფეხიდან მოშოება, ესე არ ხდება. წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხიმოვანი უჯრედი ადეპოციტი და ამ ადეპოციტში შიგნით არის ჩალაგებული ტრიგლიცერიდები. წარმოვიდგინე ახლა მასაჟმა ამ ტრიგლიცერიდებს რა უნდა უქნას? ანუ რაც არ უნდა მოუჭირო, რაც არ უნდა მოუჭირო ხელი. ხო, არ ვერ გავხეთქავთ ხო ამ ბუთს. კაცებს რატო არა აქვთ ცელულიტი და ქალებს რატო აქვთ? ანუ შემაერთებელი ქსოვილის თემა უნდა ახსნათ, რომ შემაერთებელი ქსოვილი ჩვენ გვაქვს პარალელური ერთმანეთის და ეს ბურთები პარალელურში არიან ჩალაგებული. შესაბამისად ეს ჩვენი რო კარგად გამოვკვებავთ და ბევრ შაქრებს, ტრანსცხიმებს, ნაჯერ ცხიმებს მივირთვავთ, ეს ბურთულები გაფართოვდება და ამოვა. შემდეგ კანზე აღარ დაიჭერს ჩვენი ვერტიკალური ქსოვილები და ვიზუალურად ზემოდან გვექნება ეს ბორცვები. რა ხდება კაცებში? გაუმართლად და ამ დროს მათი შემართული ქსოვილები არიან ჯვარედინები. შესაბამისად ეს ჩალაგებული ცხიმები აღარ ფართოვდებიან, მაგრამ ეს ქსოვილები აღარ უშვებენ და შესაბამისად კაცებს არ აქვთ ცელულიტი. ანა, რას მეტყვი? მასაჟი ცხიმს წვავს? ეგ ძალიან საინტერესო კითხვაა და ბევრს აინტერესებს ალბათ. რამდენად ხშირად ყოლია ისეთი პაციენტი, რომელიც მოდის პირდაპირ და გეუბნება, რომ ეთი არ მინდა აქ წყობის დაცვა, ძალიან მოძრაობა არ მინდა და უბრალოდ შენ მინდა შენი მეჯიკ ხელებით რაღაცნაირად ჩემი ცხიმი გააქროს. რას აკეთებ შენ ამ დროს აქრობ? ხო, საინტერესოა, კი ვაქრობ, როგორ არა. ოღონდ ვინც მემორჩილება იმასთან ვაქრობ, რა თქმა უნდა. მე მაგ ჩემი გეგმა და ამ გეგმის შესახებ ვესაუბრები ჩემს კლიენტს და ვამოწმებ მის აზროვნებას, როგორ მომყვება და იქიდან გამომდინარე ნელა-ნელა ვაპარებ თუ როგორ ქრება ცხიმი ორგანიზმიდან, როგორ გამოდის, ლიპოლიზ როგორ განიცდის. და რავი, თუ გინდა მოვყვეთ მარტივი მაგალითი. დავიწყოთ. მაგალითად წარმოვიდგინოთ ეს ორი ბურთი. ძალიან ლამაზია გამიყურებიან. საყარელია. ორი ბურთი. წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხიმოვანი უჯრედი ადეპოციტი და ამ ადეპოციტში შიგნით არის ჩალაგებული ტრიგლიცერიდები. ეგეთი ფორმის არიან და წარმოვიდგინე ახლა მასაჟმა ამ ტრიგლიცერიდებს რა უნდა უქნას? ანუ რაც არ უნდა მოუჭირო, რაც არ უნდა მოუჭირო ხელი. ხო, არ ვერ გავხეთქავთ ხო ამ ბურთს. ზუსტად ისეა ადეპოციტში, როცა დევს ტრიგლიცერიდები, რაც არ უნდა მასაჟი გავუკეთო და დავალურჯო. ზეწოლა გავუკეთო, ვერანაირად ვერ გამოვა თავისი უჯრედიდან. და შენ ძალიან კარგად იცი, როგორც ფიტნეს ტრენერმა, რომ ადეპოციტი რო გამოვიდეს თავისი უჯრედიდან, აუცილებლად ჭირდება შეუქმნა დეფიციტი, ხო, კალორიული დეფიციტი. ალბათ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ ამის შესახებ და შემდეგ გავაგრძელებ კიდე თუ როგორ გამოდის სინამდვილეში ცხიმი ორგანიზმიდან. ჩვენს მაყურებლებს უნდა ავუხსნათ, რომ რეალურად რომ გონიათ, რომ ცხიმის გამოყოფა ხდება რაცა გიჟური ვარჯიშებით, მე როგორც აღნიშნე ტრენერი, ხშირად მოდიან ხოლმე და ფიქრობენ, რომ მე რომ ესე გიჟივით ვავარჯიშებ და ძალიან დავღლი, მე კარდიოზე დადგებიან და იქ დახარჯავენ თელ თავის ენერგიას და ნერვებს, შეძლებენ, რომ ეს ბევრი გამოსული ოფლით და წყლით შეძლებენ ამ ცხიმების მოშორებას, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ რეალურად ცხიმი არ გამოდის სითხით, ანუ სითხით გარეთ გამოდის ძალიან ცოტა მიზერული რაოდენობა და დეტალურად რო ჩაშალო, როგორ ხდება ცხიმის წვა. დიახ, მაშინ მოდი გავაგრძელებ. ცხიმის წვა მიმდინარეობს შემდეგ. როდესაც იწყება ტრიგლიცერიდების გამოყოფა ორგანიზმიდან, ანუ გამოსვლა, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, ჭირდება დეფიციტი, კალორიული დეფიციტი. ამ დროს სისხლის მეშვეობით გადადის კუნთში ხდება მიტოქონდრია, იქ იწვის ეს ცხიმი
და შემდეგ ჩვეულებრივად ფილტვებიდან 84%-ით ამოვისუნთქებთ. კი, ძალიან ხშირად მქონია ეს შემთხვევა, რომ აქამდე ტყუილში მიცხოვრია, თურმე ჰაერითა ჩემი სუნთქვით გამოდის და 91% როგორც აღნიშნე, რომ ზუსტად ამ სუნთქვით იჟანგება, ასე ვთქვათ, ცხიმი და გამოიყოფა და დანარჩენი ის რაღაც 15 თუ 16% გამოდის სითხით და ეს კარგად უნდა გავითავისოთ, რომ როგორ ხდება ცხიმის წვა. კაცი. ხო. აი შენ შემთხვევაში როგორ უხსნი ხოლმე შენს კლიენტებს, აი როგორ მიმდინარეობს ცხიმის წვა ორგანიზმში და აი როგორ ჯერათ ამისი? ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ხოლმე. ამასთან დაკავშირებით და მუდმივად ამ უამრავ და უაზროდ ბევრ ინფორმაციაში ამორჩევა სწორის და ლოგიკურის და ამის გაყოლა ძალიან რთულია, მაგრამ თავიდან ერთი მინდა რომ დავიწყო, რომ ეს ცხიმების არსებობს, ასე ვთქვათ, ის ცხიმების ბურთულები, როგორც აღნიშნე, უნდა ვთქვათ, რომ თავიდანვე არის ჰიპერპლაზიური და ჰიპოტროფიული. ანუ როცა პატარები ვართ და ვიზრდებით, ყველაფერი გვეზრდება ჩვენ სახსრების ჩონჩხი, ყველაფერი იზრდება და მათ შორის ცხიმიანი უჯრედებიც იზრდება. ჩვენ თუ თავიდანვე არ დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, რომ როცა მოზარდი ვართ, როცა ბავშვი ვართ, ვიზრუნოთ როგორც მშობლებმა, ხო, აი აქ თონიკეს ბავშვთან ნუტრის კურსი უნდა აღნიშნოთ. აი მაგისთვის ზუსტად იქ ისწავლება ეს ყველაფერი, რომ თუ არ შევუწყობთ ამ ყველაფერს, ჩვენი ეს პატარა ბურთები იქნება ბევრი და ჰიპერპლაზიურია ამ დროს. აი მერე უკვე, როდესაც დასრულები ვართ, ეს ბურთები რაც გვაქვს ჩალაგებული, როგორც ჩვენ ადიპოციტებში, მერე უკვე ხდება ჰიპერტროფიული. ანუ ბევრს რომ მივირთმევთ და კალორიულ პროფიციტში ვართ, ეს ბურთები მსხვილდება. მრავლდებიან. ხო, გამრავლებულია თუ მე თავიდანვე მაქვს ბევრი პატარა ბურთულა და მე ამას გავასუქებ, მე ეს ბურთები ამოვლენ და გასუქდებიან და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხშირად რომ წუწუნებენ ქალები, რომ მე რატო მეტყობა კანზე და რატო ამომდის, ეს ანუ ჩვენი ბიოლოგიური აღნაგობის თემა არის. კაცებს რატო არა აქვთ ცელულიტი და ქალებს რატო აქვთ? ანუ შემაერთებელი ქსოვილის თემა უნდა ავხსნათ, რომ შემაერთებელი ქსოვილი ჩვენ გვაქვს პარალელური ერთმანეთის და ეს ბურთები პარალელურში არიან ჩალაგებული. შესაბამისად ეს ჩვენი რო კარგად გამოვკვებავთ და ბევრ შაქრებს, ტრანსცხიმებს, ნაჯარ ცხიმებს მივირთმევთ, ეს ბურთულები გაფართოვდება და ამოვა. შემდეგ კანზე აღარ დაიჭერს ჩვენი ვერტიკალური ქსოვილები და ვიზუალურად ზემოდან გვექნება ესეთი ბორცვები. რა ხდება კაცებში? გაუმართლად და ამ დროს მათი შემართული ქსოვილები არიან ჯვარედინები. შესაბამისად ეს ჩალაგებული ცხიმები აღარ ფართოვდებიან, მაგრამ ეს ქსოვილები აღარ უშვებენ და შესაბამისად კაცებს არ აქვთ ცელულიტი. დიახ. და შენთან როგორ ებრძვიან ხოლმე ცელულიტს? ანუ რა რჩევას აძლევ, როცა მოდის და კარგით გეუბნება, რომ მე შენ დაგიჯერებ, გასაგებია რომ ხელით შეგიძლია რომ დაშალო და რა უნდა გავაკეთო? დიახ, აი არიან ადამიანები, რომლებიც უცბად მომყვებიან, არიან ძალიან ესეთი ჯიუტი, მაგრამ მაინც მიწევს მათთან ახსნა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ცელულიტი გავაქროთ, რა თქმა უნდა, უნდათ რომ ჩემით მოხდეს ეს ყველაფერი და მეუბნებიან, რომ შენ ჯადოსნური ხელები გაქვს და ყველაფერს შეძლებ, აი პლასტიკური ქირურგიც რო იყო, ალბათ დაგიწებოდი და ოპერაციასაც გამიკეთებდი, ისე მენდობიან ჩემი პაციენტები და არ მინდა რომ ამ ჩემი პაციენტების იმედი გაუცროო და ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, აქ ძირითად ყურადღებას უმახვილებ კვებაზე და ვეუბნები, რომ რა თქმა უნდა კალორიული დეფიციტი, მე შემდგომ ვისაუბრებთ ამაზეც. ვეუბნები, რომ აუცილებელია რაოდენობრივად სითხის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ვარჯიში და უკვე ბოლოს მასაჟი, იმიტომ რომ მასაჟი ძალიან კარგი მეთოდია იმისთვის, რომ სისხლის მიმოქცევა გააქტიურდეს და ორგანიზმა განიტვირთოს და ანუ ის ახალი უჯრედები უფრო სწრაფად წარმოიქმნას ჩვენს ორგანიზმში და დაღლილი უჯრედები, რა თქმა უნდა, გამოიყოს, როგორც ვთქვით, ნახშირორჟანგის სახით, ანუ ამოსუნთქვით და მასაჟი ძალიან ეხმარება, იმიტომ რომ მასაჟის დროს ეს სისხლის მიმოქცევის გააქტიურება ჩვენს ორგანიზმს ეხმარება იმ რაც ჩამოვთვალ იმ პროცესების დაჩქარებაში და აუცილებელიც არის მასაჟი, კვება, ვარჯიში
და მასაჟი ერთად აკეთებს იმ ეფექტს, რაც სჭირდება ადამიანებს. დაბალანსებულად. კარგი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ასე წახი. კლიენტი პაციენტი გააჩნია რაზე მოვიდა. თუ ანუ იწყებს წამოყოლას ასე ვთქვათ და გეუბნება რომ ანუ აქამდე არ მქონია ეს ინფორმაცია და რადგან შენ ასე მეუბნები და მე შენს მიმართ ნდობა მაქვს როგორ იწყებ პროცესს თუ როგორც თუ ხშირად აღნიშნეთ რომ კალორიულ დეფიციტი არის მთავარი რომ იმისთვის რომ წონის კლება წავიდეს და ცხიმისწვა დაიწყოს როგორ უგეგმავ ხოლმე კვების თემაზე როგორ გადადიხართ მაგ ეტაპზე? ყველა მიცის უკვე რომ მე ვარ ნუტრიციის კოუჩი. ყველა მეკითხება ნუ რა არის ახალი ამ სფეროში და რა თქმა უნდა ვუხსნი და ვეუბნები რომ მე დიეტას ვერ დაგიწერ ფურცელზე. ანუ სანამ დიეტას დაგიწერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ეს დიდი გზა ერთად უნდა გავიაროთ და შენზე მორგებული ცხოვრების წესი უნდა თქვათ დავწეროთ. ვეუბნები რომ აუცილებლად 72 საათიან კვების რეჟიმს რაც მას აქვს აქამდე უნდა აუცილებლად მომწეროს. გავუკეთო ამ ყველაფერს რეპორტი. დავინახო სადა აქვს თქვათ აქ დანაკლისი ცილის, ცხიმის, უჯრედისის, ბოჭკოსი და შემდგომ უკვე შესაბამისად ვუდგენ ხოლმე კვებას, მაგრამ კვებას უკვე დეფიციტს ჯერ არ ვუდგენ, ჯერ ვუსწორებ ნუტრიენტებს, მიკრონუტრიენტებს და შემდეგ უკვე ვაგრძელებთ გზას და ეს გზა ძალიან კარგად იცი შენ და ცოტა შენს მოყევი. ანუ რეალურად უნდა აღვნიშნოთ, რომ ზუსტად კვების დალაგებული და დაბალანსებული კვების გარეშე, ანუ როგორც ვამბობ ხოლმე დარბაზშიც და ჩემს გოგოებს ვეუბნები, რომ ცუდ კვებას სირბილით ვერ გაასწრებ ბილიკზე, ასე რომ აუცილებელია რომ მოიგვარო კვების თემა. და როგორც აღნიშნე, ვიწყებთ ხოლმე ზუსტად აი ამ აღწერით და გეგმას ვადგენთ იმის მიხედვით, ანუ კვება უნდა მოერგოს ადამიანს და არა ადამიანი კვებას. ყოველ საათზე რომ დილით საღამოს შუადღისას ეს საათი ამ საათზე ეს უნდა ჭამო, ვიღაცისთვის არის წარმოუდგენელი. ზოგისთვის არის წარმოუდგენელი, რომ მოხდეს ბალანსი. როცა ვეუბნები, რომ ყველაფერში ანუ შემიძლია შოკოლადი ვჭამო? რა თქმა უნდა შეგიძლია. ტორტიც? კი, ტორტიც, რაც კი ყველაფერი შეგიძლია მიირთვა, მაგრამ ამ დროს ანუ ბალანსის თემას რო ვუხსნებ, ძალიან იბნევიან. ამიტომ არის სწორედ აი ეს ჩამოწერილი დიეტა, რომ ამ საათზე ეს ვჭამო, ამ საათზე ეს ვჭამო და მე ამ დროს რო შესაძლებელია სადღაც აღმოჩნდეს ის ადგილას, რომ იქ სიაში რაც უწერია, ის არც ერთი საკვები არ არის მაგიდაზე. ამ დროს იბნევა ადამიანი და ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს. სწორედ მაგიტომ ვართ ჩვენ და აი მაგით აქ უკვე ვუხსნით რომ როგორ ხდება ასე ვთქვათ იმ დაწერილიდან გადაცელა და როგორ უნდა დავაბალანსოთ ჩვენი კვება. რეალურად თავიდან ძალიან რთულად ეჩვენებათ ხოლმე. მაგრამ როცა ანუ ელემენტარული ჯანსაღითების პრინციპს ვუწყობთ, როგორ უნდა ავაწყოთ ჯანსაღითების პრინციპი, უკვე ეს ძალიან იოლია, რომ რაიმე დღესაც სწავლზე იქნება, დაბადების დღეზე იქნება, მეგობართან ისე რესტორანში, კაფეში გასვლა იქნება, უკვე გაცილებით უმარტივდება ადამიანს, რომ ისე ააწყოს თავისი თებში, რომ არ მოხვდეს ზუსტად იმ პროფიციტში და მე თვითგვემაც არ დაიწყოს, რომ დაასრულებს და წამოა, აი რატო შევჭამე ეს 5 ნაჭერი ჭაპური და ან პიცა ან რაღაც მსგავსი და მე ისევ არ მოვიდეს დარბაზში და მართლა ბილიკზე არიაროს, რავი, 1 საათი თუნდაც რომელიც რეალურად შეიძლება 300 კალორია, 350 კალორია დაწვას და ეს რეალურად აი 1 ნაჭერი პიცა ისე. და ამის განსხვავებას რომ დავინახავთ და დავანახებთ ჩვენს მოხმარებელსაც, ეს უკვე უოლებთ იულს ხდის მათ ცხოვრებას და რეალურად ანუ დიეტის დაცვა არ არის დაცვა, ანუ ჩვენი ცხოვრების წილია კვება უნდა მოვირგოთ ჩვენ თავზე და ეს არის ჩვენი მთელი ცხოვრების და ჯანმრთელობის საწინდარი. ხო, არ არის ეს რაღაც ერთკვირიანი, ერთთვიანი ეს არის მთელი შენი ცხოვრება, აი მთელი შენი ცხოვრება, ანუ არსებობს შენში შენი რუტინა და მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა გაყვეს
ეს იქნება ვარჯიში, სიტყვაზე რა თქმა უნდა კვება პირველ ადგილას და თუნდაც მასაჟი თუ გაქვს ამის შესაძლებლობა. მაგრამ აქტიური ყოფნა ცხოვრებაში და რაღაც 7000 ნაბიჯი ყველა შეუძლია დღეში, ან თუ 7000 თუ არა, ნაკლებიც ძალიან სასარგებლოა, ხო? ძალიან მაინტერესებს, აი შენ მასთან ვარჯიშთან დაკავშირებით, აი მაგალითად ადამიანი მოვიდეს შენთან მთელი 72 საათი გვაქვს, უბრალოდ 24 საათი გვაქვს და მოვიდა შენთან 1 საათი ივარჯიშა. შემდეგ რა რჩევებს აძლევ თქვათ დღის განმავლობაში, რა უნდა აკეთონ შენმა თქვათ კლიენტებმა, რომ თქვათ წონაში დაიყვნენ ან ჯანსაღად იყვნენ, ან კიდე კუნთის გამკრეობას შეუწყონ ხელი. აი რა რჩევებს აძლევ? კი, რეალურად ის 1 საათი, ასე ვთქვათ, ზღვაში წვეთია, რაც მოდის ადამიანი და ჩემთან ვარჯიშობს, მხოლოდ ვიწყებთ შენებას, მაგრამ დანარჩენი პროცესი გრძელდება ის 23 საათი, რომელიც ჩემგან მიდის და უნდა გააკეთოს. პირველ რიგში აუცილებელია რომ იკვებოს და არანაირი შიმშილი ყოვლად აკრძალული მაქვს და ყველასთან მაგას ვამბობ რომ არ უნდა იშიმშილონ და ადეკვატურად უნდა მიიღონ საკვები და ყველა ნუტრიენტი, ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი იმისთვის რომ დავაბალანსოთ. ქალებს განსაკუთრებულად ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ მათთვის ძალიან სენსიტიურია ეს რომ ვიზუალურად გამხდარი ვიყო, მოცელი არ მქონდეს, ან თხელი ფეხი მქონდეს და ისიც უნდა გავითავისოთ რომ წონის კლება ერთი ადგილიდან კონკრეტულად თქვათ მუცლიდან მოშოება ან ფეხიდან მოშოება ესე არ ხდება. ძალიან მაინტერესებს ეგ პუნქტიც და მინდა მე რომ კარგად ჩაშალო. აი თუ შეიძლება ვარჯიშით მხოლოდ მუცელი გახდეს ან თეძო ან თქვათ სხვა ნაწილი. გახდომით, წონის კლება მიდის ერთიანად კალორიულ დეფიციტის საფუძველზე, როცა ადეკვატურად მივიღებთ ჩვენი კალორიიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ბაზალური მეტაბოლიზმი რაც გვჭირდება ისთვის რომ ფუნქციონიროს ჩვენმა ორგანოებმა და სხეულმა, ყოველგვარი დამატებითი მოძრაობის გარეშე და შემდგომ უკვე დამატებითი, რასაც ვაკეთებთ, თერმოგენული, საჭმლის მონებელებაზე დახარჯული დანარჩენი უკვე რაც გვჭირდება არასავარჯიშო აქტივობა ან სხვა საქმიანობები ან საჭმლის მომნელებაზეც მიდის გარკვეული ენერგია და შესაბამისად ეს არის გადანაწილებული. ამიტომ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ასე ვთქვათ დათვლა, გაანალიზება და ამის შემდგომ უნდა მოხდეს გარკვეული კალორიული დეფიციტის მორგება. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანის სოციალური გარემო, სამუშაო გარემო, მჯდომარეა, მდგომარეა, ყველაფერი ამ დეტალების გათვალისწინების მერე ვაკეთებთ კალორიულ დეფიციტს. ამის შემდგომ ვარჯიშის თემა რა თქმა უნდა როგორც იგეგმება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ არის მისთვის მორგებული დრო ეს ყველაფერი ერთად გადაწყდება და სითხე წყლის მიღება აუცილებელია ესეც რომ ამასაც ვურჩევ ხოლმე ყოველ შემთხვევაში არ ვურჩევ აუცილებლად ვურჩევ და ძილი რომელში ძილის პედროს ხდება ამ ყველაფრის რაც დღის განმავლობაში ენერგია დახარჯა ამის აღდგენა და შეთვისება და ანალოგური პროცესები, ყველაფერი ხდება ძილის დროს. ამიტომ შესაბამისად, სწორი და გამართული და ძილი მისცემს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, დაასრულოს მთლიანი ციკლი. და მეორე დღეს იგივე დაიწყოს. მაინტერესებს, აი ჩვენთან დარბაზში ხოლმე და საერთოდ რომ მოდიან, პირველ მაგას მეუბნებიან, რომ აი ცილა ბევრი უნდა ჭამო. და თუ ყავს ესეთი მასაჟთან დაკავშირებით თუ არის აი რომელიმე კონკრეტული ნუტრიენტი ან რაღაცა საკვები ისეთი რომელზეც მითი არსებობს რომ ვარჯიშთან ერთად ეს აუცილებლად უნდა ჭამოს. სკასი თუ გაგცემდება. კი, აი მასაჟის დროს მახსენდება ერთი რამ, რომ მაგალითად, მაგრამ მე ურჩევ ხოლმე ძირითადად სპორტსმენებს აი, როდესაც მუშაობდი ქალთა ეროვნული ნაკრების ფიზიოთერაპევტად, ძალიან ისეთი კარგი კოლეგა ვყავდა უცხოელი, რომელიც გვირჩევდა ხოლმე მასაჟის წინ აუცილებლად უნდა დაელიათ ჩვეულებრივი ესეთი ქოქოსის წყალი ჩვენ პაციენტებს, უფრო ელექტროლიტებს შეიცავს მეტი რაოდენობით, თქვათ ეს სითხე, ამის გვაძლევდნენ
რჩევას, რომ ჩვენს პაციენტებს თქვა დაელიათ ეს წყლები. ანუ ალბათ ეს რაღაც ისეთი იყო, რომ ამინომჟავების რაოდენობა ორგანიზმში ეს უფრო სწორად დეტოქსის მაგვარი რაღაც იყო ისეთი, რომ აი ეს რა ქვია ძემჟავა მგონი, ხო? ძემჟავის გამოყოფაში უწყობდა ხელს და იყო ესეთი რჩევები. მაგრამ შემდეგ გამოვიყენეს პაციენტებთან და თურმე ერთი პაციენტი ყოველ დღე დაახლოებით 3 ლიტრ ქოქოსის წყალს სვამდა და გამიკვირდა, როდესაც პაციენტი წევს მასას უკეთებდა ბოდიშის მოხდით გარბოდა გარეთ და ზოგჯერ არის ხოლმე რომ სწორად ვერ გებულობენ რაღაც სწორ ინფორმაციას და მითება თვითონ აქცევენ თვითონ როგორც მოსწონთ, იმიტომ რომ მათ უნდათ სწრაფი შედეგი და ამ სწრაფი შედეგის მიღება, არ არსებობს, ეს არის დიდი გზა და მისი გასავლელი გზა და მის გარეშე ამ გზას ვერავინ არ გაივლის, ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ მასთან ერთად ვერ ვივლით. და მქონდა ესეთი შემთხვევა, ერთი პაციენტი მოვიდა, რომელიც მეუბნება, რომ მეორე პროცედურა არისო და რატომღაც ვერ ვხედავო ჩემს სტანზე იასამის ფერებსო რა, დალურჯებებსო და ალბათ ზოგავო მასაჟს ისე მიკეთებოდა ცხიმიო ესეო, როგორ უნდა დაიწვასო. შენ წარმოიდგინე, იმდენი მითები არსებობს მასაჟთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს მოსწონთ, როცა ალურჯებენ, როცა ტკენენ, როცა რაღაცა დისკომფორტს განიცდიან, გონიათ რომ ამით უფრო მალე იქნება შედეგი და ესე არ არის. მასაჟი არის ის პროცედურა, რომელიც ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს, იმიტომ რომ ორგანიზმიდან ეს დაღლილი პროდუქტი რომ გამოვიდეს, კუნთი უნდა მოდუნდეს, დამშვიდდეს და არა პირიქით უნდა დაიძაბოს და დაიჭიმოს, იმიტომ რომ მასაჟს შეუძლია მხოლოდ შეეხოს კუნთს და ფასციებს და არა ცხიმს და მინდა რომ ეს ყველა ადამიანის ყურამდე მივიდეს, რომ ანტიცელულიტური მასაჟი არ არსებობს. არის მხოლოდ კომპლექსური თერაპია, რომელიც შველის ამ ცელულიტს, ცელულიტი როგორც თქვით არის ანთებითი პროცესი ცხიმოვანი ჯირკვლის და ის აუცილებლად უნდა გამოვიდეს გარეთ რაღაც მკურნალობის შედეგად. და ასე რომ ძალიან ბევრი მითი არსებობს და მინდა რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრით ეს ბევრი მითი დავასრულოთ. აბა მაშინ მითხარი რას მე რომ მოვიდე მასაჟზე, როგორ მოვემზადო მასაჟისთვის, რას მირჩევ, რა უნდა გავაკეთო, რა უნდა შევჭამო? დავლიო. ხო, რა თქმა უნდა. რა რაოდენობით? შენ რომ მოხვიდე მასაჟზე, ჯერ რა გინდა ჩემგან, რას ელოდები ჩემგან, ჯერ ეს უნდა გავიკო. ანტიცელულიტური არა. ჯანმრთელობისთვის. ხო. რა თქმა უნდა, ჯერ 1 საათით ადრე უნდა ჭამო, სანამ მოხვალ მასაჟზე, რა თქმა უნდა, რომ ორგანიზმი დასვენებული იყოს და რაღაც დისკომფორტები არ შეექმნეს. რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში წყალი უნდა გქონდეს დალეული, რომ ლიმფამ უფრო კარგად იმოძრაოს, იმიტომ რომ ლიმფა ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ძალიან ხშირად სქელდება და ორგანიზმი იწყებს შეშუპებას. და ძალიან კარგი რჩევა, თუ გინდა ლიმნიანი წყალი დალიე, თუ გინდა ნებისმიერი წყალი დალიე, მაგრამ ეს იყოს, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში, თუ საღამოს გვაქვს თქვა პროცედურა, დღის განმავლობაში დავლიოთ თქვა მეტი წყალი, რომ ორგანიზმიდან კარგად დაიცალოს ის დაგროვილი, თქვა დაღლილი პროდუქტები. შეგვიძლია, თუ მოუსვენარი ვართ, დავლიოთ რამე დამამშვიდებელი. კიდევ უფრო, და მასაჟზე ხო დასამშვიდებელი არიან პაციენტები, რომლებიც 24 საათი გაჯეტებში არიან, აგრძელებენ ისევ იმ ცხოვრებას და ვეუბნები ხოლმე, როცა შემოდიან ჩემს კაბინეტში, რომ ეს თქვენი ტელეფონი დატოვეთ გარეთ და თქვა დამშვიდით, დაწყნარდით, მოდი ახლა ისიამოვნებთ ცხოვრებით. ასე რომ დიდი რჩევები კვებასთან დაკავშირებით არ მაქვს, უკვე შემდეგ მასაჟის შემდეგ შეგიძლია 9 საათში უკვე ჩვეულებრივად ჭამო და რა თქმა უნდა ეს იქნება ცილა ცხიმი, ნახში წყალი ბოჭკო, არა აქვს მნიშვნელობა რა შეჭამ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეფექტის დასადებად თქვა, რაც მას ჭირდება. როგორც მითხარი, მასაჟამდე 1 საათით ადრე შეიძლება რომ ჭამოთ. ჩვენთან ასე თქვა ვარჯიშის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
კვებას, სანამ დაიწყება სესია ვარჯიშის, როგორ გაქვს ნაკვები. სრულყოფილი დაბალანსებული ცილა-ცხიმი ნახშირწყლის თებში რო ააწყო და ჭამო, 2 საათი მაინც უნდა იყოს გასული, რადგან უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გადასვლა, კუჭის დაცლა და გადასვლა. რო არ მოხდეს მერე დისკომფორტი და შეძლო რომ ივარჯიშო სრულყოფილად ისე რომ მერე ადეკვატურად მოახდინო ყველა, დამშვიდებულად ასე ვთქვათ, დახარჯო ენერგია 1 საათი დაახლოებით 60-დან 90 წუთამდე გრძელდება ვარჯიშის სესია, ეს დამოკიდებული არის ადამიანზე და თვითონ პროგრამაზე და შემდგომ უკვე გასვლიდან დაახლოებით არ არის აუცილებელი რომ მაშინვე ვეცეთათ პროტეინის ან ცილის ან საჭმლის ან ქათმის ჭამა დავიწყოთ, თუმცა ხანგრძლივი შიმშილობაც არ არის, იმიტომ რომ ამ პერიოდში მიმდინარეობს ისევ ანაბოლური პროცესები და მშენებლობა და ორგანიზმს აუცილებლად ჭირდება რომ შეავსოს მარაგები ცილისაც და ნახშირწყლსაც. არ ვაპრიორიტეტებ ცხიმს, ძირითადი არის ცილი და ნახშირწყალი. და ეს არის ასე ვთქვათ რჩევები ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. და მე მინდოდა მეკითხა რომ როგორც მითხარი 1 საათით ადრეო და არ აქვს მნიშვნელობა მძიმე კვება ექნება, წაიხემსებს, ამას არ აქვს გავლენა. კი, როგორ არა, ცხიმიანი საკვებიდან თავის შეკავება უკეთესია, რადგან მაინც იტვირთება ორგანიზმი მაგ დროს და თავის პროცესებს გადის და მსუბუქად უნდა მიირთვას, რაც უნდა, მაგრამ მსუბუქი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჯანსაღითებშის პრინციპს თუ გამოიყენებს იქამდე, თქვათ, რა თქმა უნდა, ვაძლევ რჩევას ხოლმე, მაგრამ იქამდე რომ მოდის პაციენტი ჩემთან პირველ შეხვედრაზე, მასაჟს არ უკეთებ, ჯერ ვსაუბრობთ. რაღაც გეგმავთ, მასზე მორგებულად, რაც მას ჭირდება, რა მასაჟი ჭირდება, როგორ ჭირდება, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ პაციენტი მოდის, მარტო ეს ძალიან ესეთი ცნობილი ანტიცელულიტური მასაჟი მინდა, მოდის და რეკავს და უცბად უნდა რომ დაწვეს და გაუკეთო მასაჟი და მეორე დღესვე ქონდეს შედეგი. მაგრამ როგორც სხვა სიტუაცია ხდება, როცა ჩემთან მოდის, მე ვესაუბრები მას და მაგ საუბარში 1 საათში არც თანხას არ ვიღებ, არც არაფერს და ძალიან უკვირს ხოლმე. და ვეუბნები რომ წერთ ერთად გეგმას და ხარ თუ არა თანახმან ლამის მოვაწერინო ხელი. და რა თქმა უნდა, ყველას უნდა შედეგი, ყველას უნდა ჯანმრთელობა და ძალიან კარგი შედეგები მაქვს და მიხარია, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი პაციენტი ყავს აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კლიენტი, ძალიან ბევრი მეგობარი. დაახლოებით 20 წელია რაც ვემსახურები ჩემს საქმეს, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. და ძალიან მიყვარს აგრევე ეს ჩემი ახალი საქმე, ეს ნუტრიცია. და ძალიან მინდა რომ კიდე გავაგრძელო სწავლა და კიდე ბევრი რამ ვისწავლო, იმიტომ რომ სულ სიახლეები შემოდის ამ სფეროშიც და რაც უფრო მეტ ადამიანებს დავეხმარებით და რაც უფრო მეტი ბედნიერი ადამიანები იქნებიან, ჩვენც კარგად ვიქნებით. კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა ამ ცხიმთან და კუნთთან დაკავშირებით. ჩვენთან, ვარჯიშის პროცესში, როცა არის ხოლმე შემთხვევები, რომ 1-3 კვირის, 1 თვის მერე მეუბნებიან, რომ პირიქით გავსუქდი, წონაში მოვიმატე. რეალურად ეს მიზეზი შესაძლებელია იყოს იმით, რომ კალორიულ დეფიციტი არ ქონდა, კვებას არ აქცევდა ყურადღებას და პირიქით მად არ ქონდა მომატებული და აქ არის ბევრი ფაქტორი, როცა ხდება ხოლმე ისეთი, რომ ვარჯიშები, ასე ვთქვათ, მადას უზრდის ადამიანს, მაგრამ ამაშიც ჩაშლა ხდება, რატო ეზრდება მადა. თუმცა ძირითად შემთხვევაში ესეა და მეორე ეს არის, როდესაც კუნთი იწყებს მუშაობას, ჩვენ ვაწყებნიებთ ასე ვთქვათ გაზრდას კუნთს, ამ დროს ცხიმი არსად არ მიდის და ვიზუალურად გამოდის, რომ დიდი ჩდება მაინც და წონაშიც რა თქმა უნდა უფრო მემატებული აქვს. რა ხდება მასაჟის დროს, როცა ხელით ხანდახან მეუბნები რომ გამიფუვდა მასაჟს რო ვიკეთებდი, ჩემი ცხიმები გაფუვდა და უფრო დიდი გამოჩნდა, კანზე ამოვიდა. რა ხდება, რა პროცესია ეს? თავიდან მე ძალიან მიკვირდა. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს პროცესი არ ემართებათ. არიან ადამიანები, რომელსაც მასაჟის შემდეგ უკვე ფუვდება მაგათი ფეხები და მეუბნებიან, რომ რაღაც თითქოს და წონაში მოვიმატე. მასაჟი ისეთი რამეა, რომ ცოტა მაინც ძლიერ მასაჟს როცა აკეთებ, სპორტულ მასაჟს როცა აკეთებ, ცოტა მიმდინარეობს იქ ქსოვილის სრესვა. და სრესვის დროს
ორგანიზმი განიცდის ანთებით პროცესებს და ორგანიზმი თვითონ ადაპტირდება პროცესზე და იწყებს დიდი რაოდენობით სითხის მომარაგებას, ანუ თავის გადასარჩენად. მაგრამ ეგ ძალიან კარგია, იმიტომ რომ პირიქით ორგანიზმს რაც აქვს დაშლის პროცესში რაც ვითარდება, რელიეფზე ამოდის, ეს როგორც ფულდება და უფრო ადვილად დასანახია თუ რა პრობლემა აქვს ადამიანს კან ქვეშ. Ну, რა თქმა უნდა, ყველას ერთი და იგივე აქვს, მაგრამ გააჩნია, ანუ ცხიმოვანი ჯირკვალი, ანუ ადეპოციტი, ანუ ცელულიტი, სხვადასხვა სახისაა. ზოგჯერ არის რომ უფრო მაგარია, ზოგჯერ არის ხოლმე მიოფიბროზული კვანძია და იმიტომ არის რომ დიდი ხანია ეს ადამიანი დადის ამ პრობლემით და თქვათ იქ რაღაც ჩანართებია ცხიმოვანი. და აქედან გამომდინარე, როდესაც იწყებს რესვას, ну, არ მოსწონს რა თქმა უნდა სხეულს, ეწინააღმდეგება და სითხით აგროვებს თავის ქსოვილს. მაგრამ ეს იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ მეორე დღეს ვაკეთებ ამ პროცედურას და მანუალურ ლიმფოდრენას მიმართავ, მეორე მესამე დღეს უკვე ეს პროცესი ქრება და ფეხი უბრუნდება თავის ფორმას. და ძალიან საინტერესო, აი მე ესეთი შემთხვევები მქონია, ჩემთან უფრო ჭარბწონიანი ადამიანები დადიან ამ პრობლემით და მათ ემართებათ ხოლმე, მაგრამ გამხდარ გოგოებს ეს არ ემართებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ანთებითი პროცესები უფრო აქტიურია, როგორც ვიცით, ცხიმოვანი ჯირკვალი უკვე ანთებით პროცესს განიცდის, ხო, რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ჯირკვალია და გადიდებულია, უფრო ანთებითი პროცესი უფრო მაღალია ორგანიზმში. ამიტომაც ჭირდება მათ რაღაც სწორი მიდგომა. აი შენ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს ჭარბწონიან ადამიანებთან როგორ ხარ, როგორ იქცევი, როგორ ავარჯიშებ ამათ. ხო, როგორც მესმის ახლა მე როგორც თქვა კიდე დამატებით რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ჩემთან პაციენტები მოსულან ვარჯიშისგან დაზიანებული მყესებით და თქვა სახსრებით და მენისკებით. აი ჭარბწონიანებზე მაქვს ძირითადად საუბარი, ტრავმებზე არ მაქვს საუბარი, როდესაც თქვა ფიტნეს ტრენერი ავარჯიშებს ჭარბწონიანს, დიდი წონით 100 კილო 90 ჩაულებრივ როგორც გამხდარ გოგოს და აი შენ როგორ უდგები ამ პროცესს, როცა შენთან მოდის ჭარბწონიანი ქალბატონი? ჭარბი წონის შემთხვევაში ძირითადად დაზიანებები არის ხოლმე, როცა უფრო ახტუნავებენ, დიდი დაწოლა აქვთ ტერფზე, მუხლზე, დიდ წონას ადებენ ხერხემალზე და მერე ზუსტად წელზე მიდის ეს დატვირთვა. ამ შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე, რომ არ მოხდეს ასეთი ინტენსიური დატვირთვები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვუხსნი რა უცებად კვების თემა უნდა მოვაგვაროთ, იმიტომ რომ მხოლოდ ვარჯიში ვიზუალურად შეიძლება პირიქით უფრო დიდად მოეჩვენოს თავი, როგორც წაღან აღნიშნე, რომ კუნთი ცხიმით ვარსად არ წავიდა და კუნთი გაფართოვდა, ვიზუალურად კიდე დიდს გამოგაჩენს და იმაზეც, რა ქვია, სასწორზეც უფრო დიდი გამოჩნდები და ვიწყებ ხოლმე ზომების, ანუ სასწორს ჩავხსნი ხოლმე და უფრო ვცდილობ, რომ გაშემოწირებლობით ვიხემძღვანელო. ვარჯიშები უფრო მაქვს ფრთხილი, ასე ვთქვათ და ნელ-ნელა ვცდილობ, რომ დავიწყო ხოლმე მისი მუხლების და წელის მოძლიერება. თუმცა როგორც ანუ პირველი ერთი თვე ხოლმე ძირითადად ძალიან მსუბუქი ვარჯიშები მაქვს ხოლმე და ამის მერე როგორც კი ვაკვირდები თუ ადამიანი მონდომებულია და ცდილობს რომ კვება დაიცვას, პირველივე შედეგზე საკმაოდ დიდი შედეგი, ანუ მქონია შედეგი, რომ ორ თვეშიც უფრო ნაკლებში 10 კილო დაუკლია. იმის მიხედვით როგორ ჩამოდის წონა და როგორ უძლიერდება მას სახსრები მყესები და თავადაც როგორ ენერგიაზე მოდის, მერე ანუ ჭარბწონიან ადამიანს უფრო ნაკლები ენერგია აქვს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დამწყები ადამიანისთვის კუნთში იმდენი გლიკოგენი არ არის და სწრაფად იღლება. და შესაბამისად მე ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი პროცესი იყოს ძალიან ფრთხილი, ნელი, მივიყვანო იმედაბამდე, რომ რაღაც წონა დავძრათ, ჩამოვიდეთ და მერე ნელ-ნელა ეტაპობრივად გავაძლიერო ეს ვარჯიშები. აუცილებლად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ცილის მიღება და მინდოდა მე თქვა, რომ მასაჟის შემთხვევაში, აი თუ ადამიანი მაგალითად ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მე არ ვარჯიშობდა, რა თქმა უნდა ცილა. აი მასაჟის დროსაც თუ ქონია ესეთი შემთხვევა, რომ ვისაც უბრალოდ რადგან წონის დაკლება მინდა, საერთოდ არ მინდა რომ შევჭამო და მით უმეტეს არ ვარჯიშობდა ცილა რა თქმა. როგორ ვხსნი ხოლმე ამას შენს კლიენტებს და როგორ აგებინებ, რომ ცილა არა მარტო მოვარჯიშე
ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგადად რომ ჩვენი საშენი მასალაა და სტრუქტურა, ჰორმონები და ეს ყველაფერი მასზეა აგებული. ხო, მე სულ ვაშინებ ხოლმე. სარკოპენია დაგემართებათ, თუ ცილას არ მიიღებ. აი, ხო და ნუ ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ძალიან ისე ვუდგენ ხოლმე თქვათ ადამიანმა, როდესაც იწყებს ჩემთან პროცედურას, აუცილებლად ჩვენ გვაქვს საუბარი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ნუტრიციის კოუჩი, ვუწერ მასზე მორგებულ კვებას და რა თქმა უნდა, ცილასაც შესაბამისად, რაც მას ეკუთვნის, ვეუბნები, რომ თქვათ, აუცილებლად უნდა შეავსოს დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ბოლოს მაინც არ მგონია, რომ ეს სტაბილურად გაგრძელდეს და ვეუბნები, რომ რაღაცნაირად იქნებ ეს დანამატები, რაც არის, თქვათ, ეს პროტეინის სახით, იქნება ვახშამზე ან საუზმეზე მიიღონ და ამით ვაბალანსებთ ჩვენ ცილას და ვურჩევ ხოლმე რა, ძირითადად ამ დანამატებს whey proteins, რასაც ვეძახით, ამინომჟავას, კრეატინს, გაიჩნია ვინ როგორ მდგომარეობაშია, რას აკეთებს, რას აქმიანობს, მაგრამ მგონი ყველასთვის ძალიან კარგია და აი ამასთან დაკავშირებით მინდა როგორც შენ პროფესიონალთან მაინტერესებს რჩევები, აი როგორ შეიძლება დავუნიშნო ადამიანს, ვინც არ ვარჯიშობს, კრეატინით, ამინომჟავად და აი ცილა თუ არის შესაძლებელი, როცა არ ვარჯიშობს და მხოლოდ მასას იკეთებს. კი, რაც შეეხება დანამატის მიღებას, პირველ რიგში სიმართლე გითხრა, მე ჩემი რჩევა არის ხოლმე, რომ დანამატი იმიტომ მქვია, რომ დანამატი, რომ კვებას დაამატო. კი ბატონო, მაგრამ ხო, და როცა ვიწყებ კვების ვეკითხები, რამდენად შეუძლია რომ ცილა მიიღოს. და ვუხსნით ცილის მნიშვნელობას მისი ორგანიზმისთვის და მარტო ის არ არის, რომ მას კუნთებში სჭირდება ეს ცილა. შესაბამისად, როცა ვგებულობ, რომ მას საკმარისი რაოდენობა არ აქვს, ანუ თამამად შემიძლია, ვარჯიშობენ, არ ვარჯიშობენ, ზოგადად კი, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არის, რომ გეგმიური ცილა დღის თან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ანუ ცხიმის მარაგები გვაქვს, ნახშირწყლების მარაგები გვაქვს, ანუ ჩვენი ნახშირწყლები გლიკოგენის სახით ინახება და კუნთებსაც თავისი მარაგი აქვს, ღვიძლს აქვს თავისი მარაგი, ჭვიშიც გარკვეული წილი გლუკოზა არის და შესაბამისად ყველაფერს, ანუ ორივე ნუტრიენტს, ასე ვთქვათ, აქვს მარაგები, მაგრამ ამ დროს ცილას არ აქვს მარაგი და შესაბამისად ყოველდღიურად გვიწევს, რომ ჩვენთვის საჭირო, იქიდან გამომდინარე, როგორი დატვირთვა გვაქვს, ვარჯიშობთ, არ ვარჯიშობთ, მასაჟს ვიკეთებთ, არ ვიკეთებთ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი აღნაგობიდან გამომდინარე და წონიდან გამომდინარე და იმიდან გამომდინარე, რომ ასაკის თემა და მოგონებით შევეხები ასაკსაც და სარკოპენიის თემას, რომ მივიღოთ, თან აქვე უნდა გავითვალისწინოთ ვეგანი ვართ თუ არ ვართ ვეგანი, მიიღონ აუცილებლად საკმარისი რაოდენობის ცილა ყოველდღურად, რადგან ცილის, ასე ვთქვათ, დამარაგება ჩვენს ორგანიზმში არ ხდება და გვიწევს, რომ ყოველდღურად მივაწოდოთ ცხელს, რომ მოხდეს გამართული ფუნქციონირება. მისი ჰორმონალური, სტრუქტურული და როდესაც ეს ცილა, რასაც ვიღებთ, ანუ გარკვეულად იმ გრამზე, მინიმუმი რაც არის, თქვათ, კილოგრამზე 0.8 გრამი ცილა და თუ მოვარჯიში არის შესაბამისად ეს იზრდება, თუ ასაკიანია, მაგალითად ცილის სინთეზი უკვე ნაკლებად ხდება და გვიჭირს, ამ შემთხვევაში კიდევ ვზრდით დოზას და შესაბამისად გადანაწილებული არის ცილის მიღების რაოდენობები. და შეთვისების შემთხვევაში, როდესაც მოხდება, ანუ ყველა სტრუქტურის ჰორმონის შევსება, გამოიყენებს ორგანიზმი თავისი, ასე ვთქვათ, ანაბოლური შენებისთვის, მერე უკვე ხდება დანარჩენი, ასე ვთქვათ, თუ ვარჯიშობ კუნთების მშენებლობა და თუ არ ხდება, ამ შემთხვევაში არის ორი თემა. მოკლედ, როცა ვაკლებთ ცილას, პრობლემაა და ჩვენი ამინომჟავები, ანუ იშლება კუნთები და მეორე ეტაპი, როცა დიდი რაოდენობით ვიღებთ ცილას, ამ შემთხვევაში უბრალოდ ხდება ორი ეტაპი ხდება, შესაძლებელია რომ ძალიან იშვიათი შემთხვევაში რომ ცხიმად ჩაგველაგდეს და ასევე შესაძლებელია რომ გლუკონეოგენეზი მოხდეს, ანუ მოხდეს ამ ჩვენი ცილის გადაკეთება, ასე ვთქვათ, გლუკოზად და გლიკოგენის სახით შენახვა. შესაბამისად ძალიან ინსულინზეც მოქმედებს, მაგრამ ხო, ალბათ. კი, რა თქმა უნდა, ინსულინზეც დიდ გავლენას ახდენს და შესაბამისად აი ამ კომპონენტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ცხიმის თემა, როგორც ქალებისთვის
ჰორმონალურად ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მივიღოთ შესაბამისი რაოდენობა და სრულად ამოღება. დღეს მე მგონი აღარ არის ეგ პრობლემა, იმიტომ რომ მქონია შემთხვევა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ აი მინიმუმამდე დაიყვანან ცეცხლის მიღება და ალბათ ვფიქრობ, რომ ესეც მითი იყო, რომ რაღაც პერიოდში კი არა და ზოგადად ხომ იცით, რომ ტრანსხიმის საშინელება და არ უნდა მივიღოთ და ვფიქრობ, ამ ტრანსხიმის დეპოპულარიზაციამ გამოიწვია ის, რომ ყველა ცხიმი ავკრძალეთ. 0%-იანიც მიმართავთ ხოლმე. ეს, მაგრამ ეხლა უკვე რაღაც მე შემოვიდა რაღაცა ავოკადო მოდაში ჯანსაღი ცხიმის რაღაცები და ამით თითქოს წამოიწია კიდევ ცხიმა წინა პლანზე. შესაბამისად, ანუ რის თქმა მინდოდა, რომ ჰორმონალურად ძალიან სენსიტიურები ვართ ქალები და შესაბამისად ჭირდება ცხიმის გარკვეული რაოდენობაც და ნახშირწყალი, ანუ რთული ნახშირწყლის მიღება, რომ მოახდინოთ ამ ყველაფრის დაბალანსება. ხო, როგორც გავიგე, ესე იგი, ნუ მაინც წამყვანი არის კვება და დანამატი, რა თქმა უნდა. მეც კი ბატონო, ვიწევ რეკომენდაციას ხოლმე რომ მივიღოთ. და ის სარკოპენია ახსენე და რამდენად მაინტერესებს ასაკი, ნუ რეალურად ასაკთან მატებასთან ერთად ჩვენი კუნთიც ილევა და შეუძლია თუ არა, თქვათ მასაჟმა დაეხმაროს ასაკში შესული ქალების, რომ ეს რაღაცა უფრო სახსრების მდგომარეობა და კუნთების მდგომარეობა და თუ თქვათ ასაკიანი და თან ჭარბწონიანია, მოხდეს ანუ მისისთვის სასურველი შედეგის მიღება. ხო, ასაკი თქვათ განაჩენი არ არის ხოლმე, როდესაც ადამიანი მოდის და უბრუნდება პროცესს და უნდა რომ იყოს ჯამრთელი. რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურა არსებობს ამისთვის და მაგას მიმართავ ხოლმე. აუცილებლად ჭარბწონიანთან და თან ასაკიანთან, საუბრობ, რა თქმა უნდა, ისევ კვებაზე, მაგრამ ძირითადად მასთან მიმართავ ხოლმე მანუალურ ლიმფოდრენაჟს. იმიტომ დიდი რაოდენობით მაინც, როგორც ვიცით, ჭარბი წონა არ არის ყველაფერი ცხიმი, იქ დიდი რაოდენობით არის სითხე დაგროვებული ორგანიზმში და მივდივართ იქამდე, რომ აუცილებლად ჭირდება არა მინდა, არამედ აუცილებლად ჭირდება ესეთ ადამიანებს მანუალური ლიმფოდრენაჟი. და რა თქმა უნდა, შედეგებიც ძალიან მალევე ჩანს, იმიტომ რომ სითხე გადის ორგანიზმიდან და არა ცხიმი და ძალიან კარგად ვიცით ცხიმი როგორც გადის, უკვე ბევრი ვილაპარაკებთ ამაზე. და მქონია ეგეთი შემთხვევა, პაციენტი მოვიდა რაღაც დაავადებით, რომელსაც ქონდა ჭარბი რაოდენობით ცხიმი დაგროვილი, უბრალოდ სითხე დაგროვილი ორგანიზმში და მოვიდა და მეუბნება, რომ მაქვს რაღაც სითხე ორგანიზმში, რომელიც ვერანაირად ვერ გამოვდევნეთ ორგანიზმიდან. ნუ ახალგაზრდა გოგო იყო, არ იყო ასაკიანი. აქედან გამომდინარე, როგორც მოყვა თავისი ისტორია, თუ რას აკეთებდა, ძალიან გამიკვირდა, რომ ეს ორგანიზმში ამდენი სითხე რატო იყო. ნუ პირველი პროცედურის შემდეგ, ნუ რადგან ახალგაზრდა იყო, დავიწყე აქტიური მასაჟი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც აქტიური მასაჟის დროს ეს თავისი კუნთები გადაიქცა თითქოს და ღრუბლებად რა, რომ ვკიდებდი ხელს, კიდე უფრო ფუვდებოდა და ფუვდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს ამ გოგოს ვეუბნები, რომ მოდი შენ კი გინდა აქტიური მასაჟი, მაგრამ მოდი მე შენ გაგიკეთებ ძალიან ნელს მანუალურ ლიმფოდრენაჟს. და აქედან გამომდინარე დავაკვირდეთ პროცესს, რომელიც უფრო მოუხდება. რა თქმა უნდა, გავაგრძელე მასაჟი, გავაგრძელე ხელით დრენაჟი და მივხვდი, რომ ეს ისევ კუნთი გადაიქცა მკვრივ მასად. ნუ მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო, სხვა ქრონიკული დაავადება ქონდა ამ ადამიანს, მაგრამ დაველოდე. მოვიდა მეორე დღეს ეს ადამიანი და მეუბნება, რომ სადღაც 2 კილო დავიკელი წონაში. და ძალიან უხარია და მეუბნება, რომ ცხიმი დაიყო. არა, მე ვეუბნები, რომ ეგ ცხიმი არ არის, ეგ არის სითხე. ანუ შენი ორგანიზმიდან გამოვიდა სითხე. მეორე დღესაც გავაგრძელეთ იგივე პროცედურა, ისე უფრო ნელა გავუკეთე მასაჟი და უფრო ლიმფოდრენაჟური იყო, ეს უკვე კლასიკური დაახლოებით 2 საათი მიმდინარეობს კლასიკური ლიმფოდრენაჟი, ეს როგორც ხელით, სუნთქვითი, ვარჯიშებით და დაწოლით და ძალიან დიდი პროცესია. ისევ მოდის ეს ადამიანი და მეუბნება, რომ კიდე 2 კილო ნახევარი დავიკელი და ძალიან მიკვირს, მაგრამ ხვდები უკვე რაშია საქმე. ამ ადამიანს ჰქონდა როგორ გითხრა, სითფურ ეფექტზე ემართებოდა ალერგია.
თერმორეგულაცია როგორც კი ჩაირთო ორგანიზმში და ხურდებოდა ორგანიზმი, უფრო სივდებოდა ორგანიზმი. და მივხვდი რომ საჭირო იყო რაღაც სხვა მეთოდი, რომ ალერგია არ გამომეწვია და ჩავთვალე საჭიროდ რომ მთელი ეს 10 პროცედურა ლიმფოდრენაჟი ყოფილიყო და არა აქტიური მასაჟი. მე შემდეგ მოყვა ამ გოგომ რომ სადღაც დასასვენებლად იყო წასული და როგორც კი მზეზე დაწვა და დაიწყო ორგანიზმმა ვთქვათ მზისგან გახურება ადამიანი ვთქვათ ფულდებოდა. ეს რა თქმა უნდა მე გაახსენდა უცბად რო ეთქვა რა თქმა უნდა გამოვიყენებდი სხვა მეთოდს მასაჟის და ამით რა მინდა ვთქვა რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან მაგრამ თავისი ჯანმრთელობის ისტორია არ იციან. გონიათ რომ მასაჟი ყველაფრის მშველელია მაგრამ ეგრე არ არის. ადამიანი უკვე შენთან რომ მოდის უნდა იცოდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ რომ საფრთხეში აგდებს როგორც თავის თავს აგრეთვე მეც საფრთხეში მაგდებს და ძალიან მეშინია ხოლმე ეგეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომაც მაგ ჩემი რაღაცა უკვე გეგმა, კითხვარი, რომელსაც ისინი კითხულობენ, თქვათ იქ აპლიუსებენ, თქვათ რამე პრობლემა თუ აქვს და მე უკვე ვუდგები ჩემს საქმეს. იმის თქმა მინდა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი, ყველა ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ამისთვის ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო და ძალიან დიდი პრაქტიკა რომ ადამიანს ესე მიუდგე და დღეს სამწუხაროდ ჩვენ სფეროში ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან, მაგრამ რატომღაც არ ვითარდებიან, იმიტომ რომ შესაბამისად ძალიან ბევრი კლიენტი ყავთ და აქედან გამომდინარე, ცდილობენ რომ მაინც აქვს შემოსავალი და განვითარება რა საჭიროა, მაგრამ ძალიან იცვლება როგორც გარემო, იცვლება წესები და არ ვიცი, კანონები და ყველაფერი იცვლება და მე ვფიქრობ, რომ განვითარებას წინ არაფერი არ უდგას. ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს გადავარჩენთ ჩვენი განვითარებით და სწავლით. და რა ვიცი, ეგეთი შემთხვევები ძალიან ბევრია ჩემს პრაქტიკაში. ინდივიდუალურ შემთხვევებზე მინდოდა გამახვილებინა ყურადღება და ასაკის თემას შევეხე. მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანი, რომელიც 50 წლისა თუ 20 წლის არის, მას ასე ვთქვათ, ცილის სინთეზის პროცესი ისე ჩართული აქვს, გარკვეული ღილაკი რაც არის, რომ საკმარისი ცილა მიიღოს და დაიწყოს ამ სილის ათვისება, ყველას ორგანიზმში მიმდინარეობს. უბრალოდ ასე ვთქვათ, ათვისება არის განსხვავებული. თუ 20 წლის ასაკში მარტივად შეგიძლია რომ და შეუძლია შენს ხელს რა ითვისოს და შენს კუნცის ამინამჟავები, 50 წლის ასაკში ეს პროცესი ნელდება და დანაკარგი უფრო მეტი გაქვს. შესაბამისად, შენი პრიორიტეტი არის სწორედ პირიქით უფრო აქტიური იყო, ცილის რაოდენობა გაზარდო და დაიწყო უფრო აქტიური ვარჯიში და კუნთები მუდმივად მოძლიერებული იყოს, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად ასაკში ეს ჩვენი კუნთები სახსრებს და მყესებს ყველაფერს იჭერს და თუ კუნთი არ იქნება, რეალურად მოგვიწევს რომ ხელით გვატარონ და თუ გვინდა რომ ჩვენ ბოლომდე ვიყოთ ესეთი მყარად და გაუკვირდეთ რომ 60 და 70 წლის ქალი როგორ თავისუფლად შეუძლია რომ იმოძრავოს და იმოძრავოს კი არა და დარბაზშიც თუნდაც წონებით ივარჯიშოს, ეს მაგალითი უნდა მივცეთ მათ. და ძალიან მაინტერესებს მაგალითად ასაკში ადამიანს მაგალითად დაახლოებით 60 წლამდე ადამიანი და არასოდეს არ უვარჯიშია და გადაწყვიტა რომ უნდა დაიწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა პირველ რიგში მიმართავს ფიტნეს ტრენერს და ეუბნება რომ მე უნდა დავიწყო ხა ვარჯიში, გამიმკვრივო კუნთები. შენ რა რჩევებს აძლევ ხოლმე ესეთ ადამიანებს, რომელსაც არ უვარჯიშია არასოდეს და 60 წლისაა და უნდა რომ დაიწყოს ვარჯიშთან, ჭარბი წონაც აქვს, რა თქმა უნდა, იქ სხვა პრობლემებიცაა ქალური და როგორ უდგები ხოლმე ესეთ ადამიანებს? მოკლედ როგორც შენ აღნიშნე, გვიან არასდროს არ არის და ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო, მაგრამ ასეთ ადამიანს უფრო მეტად ვუმახვილებ პირველ რიგში აუცილებლად კვებაზე ყურადღებას, რომ მქონდეს დაბალანსებული, სწორად გადანაწილებული ნუტრიენტები და მიიღოს საჭირო ცილა-ცხიმი ნახშირწყლის რაოდენობა. ვარჯიშის თემაში უკვე ესე ცოტა თამამად ვერ ვარ ხოლმე, უფრო სუბუგად ვიწყებთ ხოლმე ვარჯიშს და ნელ-ნელა მივყვებით
ეტაპობრივად. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც იკითხები ალბათ, ხო? ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხოლმე არის ხოლმე მინერალების დეფიციტი, რკინის დეფიციტი, ოსტეოპოროზები შეიძლება იყოს. ხშირი შემთხვევები გვაქვს და ამის გამო, მოკლედ, ანალიზების სით და მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობით ფუნქციურად ზოგადად ესეთ უფრო აქტიურები არიან, მუშაობენ და სოციალურ გარემოში კარგად არიან ინტეგრირებული და შესაბამისად მთლიანად ეს მთელი მისი ცხოვრების სტილს ვეცნობი ხოლმე და ეტაპობრივად ვუგეგმავ. თუმცა პირველ რიგში ალბათ უფრო კვებას უნდა მიაქციონ ხოლმე ყურადღება და კვებაში მაგალითად ანტიოქსიდანტებს როგორ უნიშნავ ხოლმე? ხო არის მაგალითად ასაკში ჩემთან რომ მოდიან ხოლმე 45 პლუსი. ვეუბნები რომ ძირითადად ყურადღება მიაქციე ანტიოქსიდანტებს. და თან უკითხულობ რა არის? კი, ახლა გავრცელებულია ძალიან დიდი ინფორმაცია არის ამის შესახებ, მაგრამ მათაც მაინც უკვირთ ხოლმე. და ია შენ როგორ ესაუბრები ხოლმე? მე არ მყავს 60 წლის ასაკი. სხვათა შორის არ მყავს, იცი? არა. 45 წლის, ჩემ მართლა ბებრები არ ყავს. 40 წამდე ალბათონები არიან ჩემთან წარმოდგენები, რომელსაც ძალიან აქტიურები არიან, რეპროდუქციულ თემაში ძალიან ისეთები და ძირითადი პრობლემა ჩვენ გვაქვს ხოლმე ის, რომ რკინის დეფიციტი მაქვს, მაგნიუმის დეფიციტი მაქვს პლუსი. და ესეთი თემა გვაქვს ხოლმე. ანტიოქსიდანტების თემაში და იმას აქვს ხოლმე ქვასთა სახელს არ დავახსოვე. ეგ გამახტუნებს უეჭველი მწვანე ჩაის დავლევ და ეგ თემა მქონია ხოლმე და ძირითადად არ ვიცი. ხო. რა უნდა ვთქვა დავიპენ და მავიწყო. რესპირატორი იყო ყველად ესეთი ცნობილი ნივთიერება, ხო მე ძალიან მიყვარს ეს პრეპარატი, დანამატი დანამატი არის, რომელიც რა თქმა უნდა შეიცავს ჩვენ ჭრელ ხილში და ბოსტნეულში. და ძალიან კარგი ნივთიერებაა და მე ხშირად ვიყენებ ხოლმე, ვეუბნები რომ რა თქმა უნდა ჯანსაღი კვების, ჯანსაღი თებში უნდა იყოს ფერადი, რა თქმა უნდა ეს უკვე ანტიოქსიდანტური თებშია და ვეუბნები რომ ხანდახან ღვინოც უნდა დალიონ ერთი ჩიქა, რა თქმა უნდა და ახალისებ ხოლმე ადამიანებს. გაიდებით ხომ არა გვაქვს შეზღუდვა, ქალისთვის ერთი ჩიქის არა რა თქმა უნდა, არა გვაქვს შეზღუდვა. ყოველთვის მიკვირს ხოლმე რომ საგრძალვები რატოა სტრესთან დაკავშირებული, ეს საგრძალვები ხო ჩვენი გადამრჩენია, ხო? აი სტრესთან დაკავშირება, კორტიზოლზე რას მეტყვი? მოკლედ კორტიზოლი ეს ჰორმონი, ბუა ჰორმონი, როგორც იტყვიან ხოლმე, უბრალოდ სტრესის საპასუხოდ გამოიტყორცდება, ასე ვთქვათ და ვარჯიშიც და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, გადახვეული საქმე ადამიანისთვის სტრესის მომცელია და თავისთავად კორტიზოლი არის, ასე ვთქვათ, გრაფიკში იწევა, ადის და ჩადის. ვარჯიშის დროს თვითონ უკვე მიკროდაზიანებებს რომ ვაყენებთ კუნთს და თავისთავად ეს წარმოადგენს კუნთისთვის და ორგანიზმისთვის სტრესს. თუმცა ეს სტრესი არ არის, ასე ვთქვათ, სახიფათო და საზიანო. გარდა იმისა, თუ ჩვენი ვარჯიში შეიძლება გაგრძელებოდეს 5 საათი, 7 საათი და ამის მერე კიდევ ვამატებდეთ იმას, რომ შიმშილობდეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, ან რა ვიცი 24 საათიან ფასტინგს ვაკეთებდეთ, ეს უკვე სერიოზული პრობლემა არის ორგანიზმისთვის, მაგრამ ის გარკვეული 60 წუთიანი თუ 90 წუთიანი ვარჯიში, რომელიც გამოიწვევს, ასე ვთქვათ, კორტიზოლის ჰორმონის გამარტყოცნას და მერე უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ ეს კორტიზოლი, ინსულინი დავარეგულიროთ, ისინი ანტაგონისტები არიან, ერთმანეთის საწინააღმდეგოები არიან და როდესაც დავიწყებთ კვების, საჭმლის მიღება, საკვებს, ამ დროს გამოიყოფა ინსულინი, რომ მოახდინოს სისხლში ამ შარხების დარეგულირება და კორტიზოლსაც დაამშვიდებს და დააწყნარებს. ეს პროცესი არის ციკლიჩი და იწყება რაღაც გარკვეულ პიკს აღწევს და ჩამოდის, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს პიკები ავიდეს, მიაღწიოს თავის ადგილას, იყოს თუნდაც აი ის ვარჯიშის ის 1 საათი და მე ისევ დაუბრუნოთ ძველ ადგილას და ასევე ძილი. თავდაპირველად გარკვეული პერიოდში ძილის განმავლობაში ეს კორტიზოლი დაბლა და როდესაც ვეღვიძებთ, ამ დროს უკვე მაღლა ადის თავის პიკში, იმიტომ რომ ეს ჰორმონი გვაღვიძებს სუსტად და გვამზადებს ჩვენი დღის სტრესისთვის.
შესაბამისად, ცუდად არ უნდა აღვიქვათ ეს ჰორმონი, უბრალოდ უნდა შევძოთ მისი სწორი მართვა, რომ შემდგომ არ გამოვიწვიოთ უარყოფითი მისგან. და შენ შემთხვევაში კორტიზოლზე როგორ სტრესი რამდენად არეგულირებს სტრესს მასაჟი? პირდაპირ გაგებით არეგულირებს ერთადერთი საშუალება მგონი კორტიზოლის წინააღმდეგ მასაჟი, როგორც კი ადამიანი იკეთებს მასაჟს, ეგრევე წყნარდება და მშვიდება მისი ჰორმონი და არც კი ახსოვს იქამდე როგორი აგრესიული იყო და როგორი აღზნებული იყო, მასაჟის შემდეგ არიან სრულიად დამშვიდებულები და დაწყნარებულები, ასე რომ ძალიან კარგად მოქმედებს და მინდა რჩევა მივცე ყველას რომ ვარჯიშის შემდეგ გემრიელად მიიტბან და ერთ საათში წამოვიდნენ შენთან რომ კი, ვარჯიშის შემდეგ ძალიან კარგია მასაჟი და მართლა ძალიან ხელს უწყობს ამ დამშვიდებაში. რა ვიცი. ანუ ესე იგი თუ შეგვიძლია რომ მართოთ კორტიზოლი ამით, მაშინ მინდა რომ მადის თემა გავშალოთ და ვთქვათ რომ მე თავში ვახსენე რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ვარჯიში ხანდახან ისე არის ხოლმე რომ კრიტიკულად მადას უღვიძებს ხოლმე და აი შუა ვარჯიშის კი მოშიებია და ძლივს დაგვიმთავრებია ასე ვთქვათ ვარჯიში, მაგრამ რეალურად მე ვეკითხები რატომ ხდება ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც შესაძლებელია რომ ვარჯიშის პერიოდში ან ვარჯიშმა მოგაშიოს. პირველი ის არის რომ მანამდე დიდი ხანი არ აქვს ნაჭამი და დიდი შუალედის გამო, როდესაც არის გასული 5-7 საათი შესაბამისად და მე კიდევ მოდის ადამიანი დაიზუსტეთ ეს სტრესს ამატებს და ვარჯიშობს, კუნთები იცლება თავისი მაქსიმალური ამოწყურული აქვს და შესაბამისად უკვე იწყებს ალტერნატიული ენერგიის მოძებნას. ალტერნატიული ენერგიის მოძებნაზეც უკვე გადადის ის, რომ აი ამინომჟავები ყველაზე მარტივი ხელმისაწვდომი რაც არის კუნთის დაშლა და ამინომჟავების გამოყენება, ეს ხდება და შესაბამისად პროცესი მიდის უკან. მოკლედ ჩვენი შენებლობა არ ხდება არც კუნთის და ფსიქოლოგიურადაც ძალიან დასტრესილებიანი და შეიძლება ცუდად გამიხდეს კიდევათაც ვარჯიშის დროს. და მე რო სრულდება ვარჯიში, მეუბნება რომ ვარჯიში გამგელებულით მასშიებს. რეალურად ეს იმიტომ არის რომ მანამდე არ უჭამია. მეორე ეტაპი, მეორე ეს არის რომ უბრალოდ არის ისეთი ვარჯიშები, ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშები და შესაძლებელია რომ ჩემ შემთხვევაში პირადი მაგალითით, როცა ძალისმიერი ვარჯიშს ვარჯიშობ, ანუ ჩემი მადის ჰორმონი გრელინი საერთოდ არ მუშაობს. მithრგუნავს მადას, მაგრამ როდესაც ვიწყებ პირიქით უნდა მეთქვა ძალისმიერი ვარჯიში, პირიქით მატებს მადას და როცა კარდიოს და ჰიტს და აი მაღალ ინტენსიურ ვარჯიშებს ვაკეთებ, მაგ შემთხვევაში მადა ძალიან მეზოდება და რო გამოვიდივარ მგელივით ვარ ხოლმე, რომ ძალიან მინდა რომ მაშინვე შევჭამო საჭმელი. შესაბამისად აი ეს ინტენსივობიდან გამომდინარე შეიძლება ვარჯიშის ინტენსივობამ ადამიანს მოანდომოს საჭმელი და ანუ გრელინის აწევა მაშინ მოხდეს. და ეს ორი და დამწყებისთვის დამწყების ენერგია სწრაფად ილევა და დაახლოებით 9 საათში შეიძლება ისე ქონდეს ამოწერილი ენერგია უენერგოების გამო ისევ დაიწყოს შიმშილის მოთხოვნა. და კიდევ უნდა აღვნიშნოთ, რომ უცილობა თუ ვთქვათ, ქონდა ნაჭამიც, ქონდა დალაგებული ქონდა დღის განმავლობაში, მაგრამ გაქვს დაიძინა ღამის 3 საათზე და დილით 7 საათზე ადგა, 5 საათიანი, ანუ ძილის ანუ დანაკლისი აქვს, ძილი არ აქვს ნორმალური, შესაბამისად მადა ეზრდება და დაახლოებით 390 კალორიით იზრდება, ხო? ერთი კვების ემატება, მაგრამ როცა ღამეს უძილოა ადამიანი. შესაბამისად, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უძილობის გამო მომატებული ქონდა მადა და მე დააბრალე ვარჯიშს, რომ ვარჯიშის გამო მოხდა რომ მოშივდა. შენ შემთხვევაში თუ აშიებს მასაჟი აშიებს? აი როგორც ჩვენ თქვი რომ თუ არ აქვს ნაჭამი, რა თქმა უნდა და ისე მოვიდა მასაჟზე, მასაჟი რა თქმა უნდა სისხლის მომოქცევას ააქტიურებს როგორც ვარჯიში და რა თქმა უნდა აშიებს და ვეუბნებ და ვეხოცები რომ 1 საათის განმავლობაში მოდი ნუ შეჭამ ისეთ საჭმელს, იმიტომ რომ გამგელებული ხარ და უკვე ვერ აკონტროლებ მადას და შეიძლება ისეთი რამე ჭამო მე ინანო. ვეუბნები და ვაწყნარებ და ვამშვიდებ რომ ესე იგი თუ შეჭამ აზრი არ აქვს, ხვალ არ მოხვიდე და ესე ვემუქრები ხოლმე
ჩემ პაციენტებს და კლიენტებს, მოკლედ, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, მადა ეზრდებათ, როგორც ჩემ შემთხვევაში, მასაჟის შემდგომაც ანუ დამოკიდებულია ის, რომ როდის მიიღო კვება და ანუ თვითონ პროცესი, რეალურად მასაჟის პროცესი ამ ჩვენს ჰორმონულ სისტემაზე და მადაზე არ მოქმედებს. არ მოქმედებს. ჩვეულებრივად შივდებათ, ძალიან შივდებათ, იმიტომ რომ აქ უფრო სისხლის მიმოქცევაზეა დამოკიდებული და აქტიურად არიან და ძალიან შივდებათ ხოლმე. კაი, და რას ურჩევ ხოლმე ვარჯიშიდან, აი თუ ძალიან მოშიებული არის ხოლმე ვარჯიშის, კი და მასაჟის შემდგომ რო გავა რა მირთვას, ან დღის მონაკვეთს თუ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად რა რჩევას აძლევ ხოლმე კვებასთან დაკავშირებით მასაჟის შემდგომ. ხო, ეხლა რა თქმა უნდა, არაფერს არ უგძალავ, თავარია დეფიციტში იყოს, თუ წონის დაკლება უნდა, რა თქმა უნდა. და უფრო ცილოვანზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ყველას კუნთი გვჭირდება. აქთან გამომდინარე სიმკვრივე გვჭირდება, სილამაზე და რელიეფი, ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, ცილაზეა დამოკიდებული და ვეუბნები. ოღონდ ბრინჯს და ფილეს არ ვეუბნები. ჩვეულებრივად საყვარელი საჭმელი ხო, მოკლედ მაგათ გონიათ, რომ რა თქმა უნდა, უგემური უნდა იყოს დიეტური საჭმელი და ვეუბნები, რომ ესე არ არის. და დიდ აქცენტს არ უკეთებ ხოლმე რაღაც პროდუქტზე, ვეუბნები, რომ გემრიელად ჭამე, ოღონდ იყოს თქვათ შესაბამისად შენზე მორგებული, თქვათ ეს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი და ბოჭკოც არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ რა შეჭამს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია სწორად შეჭამოს. გააჩნია დროს, აი თუ საღამო საათებია, მაგალითად ახლა მე მყავს დილის პაციენტები, შუადღის პაციენტი, თქვათ საღამოს პაციენტები, თუ ახლა მოვიდეთ ჩემთან მაგალითად 7 საათზე მასაჟზე, უკვე თითქმის უნდა კონდეს ყველაფერი ნაჭამი, მაგრამ თუ მოშივდა, რა თქმა უნდა, ხაჭო. ხაჭო. გვიანი დაპურების 5%-იანი ხაჭო, თქვათ, ან კეფირი, თქვათ, ან რაღაც ნახევარი ბანანი. ანუ ზედმეტად მაინც ცილოვანი და სწრაფი ბანანი რატო? აი ბანანი რატომღაც მაგნიუმ შეიცავს და ძალიან კარგი პროდუქტია, აი ძალიან მომწონს ეს კომბინაცია ხაჭო ბანანი. რატომღაც ცოტა ტკბილიც არის და ხაჭო ცოტა მჟავეა და დაატკბობს და უფრო გემრიელად. თან კაზეინი, ცილა და თელი ღამე ცილის სინთეზი ექნება აქტიურად. კი ბატონო, და ძალიან კარგია და ესე დესერტებს მე თვითონ ვუწერ ხოლმე. ვუკეთებ ხოლმე დარიჩინი, ბანანი, ხაჭო, ვანილი და სულ ცოტა კეფირით. მოშივდა. და საღამოს ამ დესერტს ვაჭმევ ხოლმე ჩემ პაციენტებს 7-ის მერე ვინც დადის ხოლმე მასაჟზე. აჰა, ძალიან კარგი.